მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს და მათ, ვინც ფინანსურად უჭერთ მხარს არხის განვითარებას. დღეს გთავაზობთ 2025 წლის ოქტომბრის ტარო პროგნოზს ქალწულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია. ხმლების ორიანი. ამ პერიოდში თქვენ არჩევანის წინაშე დადგებით და ვფიქრობ საკმაოდ რთულ საკითხს შეეხება საქმე. ბუნებრივია თითოეული თქვენგანისთვის ეს საკითხი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბარათი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე თქვენ არ იქნებით მზად და ვერ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ვერ აიღებთ პასუხისმგებლობას, რომ გადადგათ ქმედითი ნაბიჯები. ერთი მხრივ გექნებათ საკუთარი ხედვა, თქვენი მოსაზრება და სურვილები, თუმცა ამ ხედვას შესაძლებელი არ ეთანხმებოდნენ ახლობელი ადამიანები, ან თუ საქმე არა პირადად თქვენ, არამედ რაიმე უფრო გლობალურ გადაწყვეტილებას ეხება, შესაძლებელია მაგალითად საზოგადოებრივ აზრთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში და ამიტომ ვერ გაბედავთ წახვიდეთ დინების საწინააღმდეგოდ. ამის გამო შესაძლებელია საკუთარ თავში ჩაიკეტოთ, იგრძნოთ აპათიური მდგომარეობა, არ არის გამორიცხული ამ პერიოდში გქონდეთ ფიქრი, რომ თქვენი არავის ესმის, ამიტომ შესაძლებელია საერთოდაც არ გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება სხვებს. არ მიიღოთ რჩევები და გქონდეთ შინაგანი პროტესტის განცდაც. გირჩევთ არ ჩაიხვიოთ გულში საკუთარი ფიქრები და სურვილები, პირიქით ეცადეთ გამოთქვათ და გარეთ გამოიტანოთ თქვენი გულის ნადები, გარშემო მყოფებთან და ზოგადად სამყაროსთან ურთიერთობაში ბევრად გაგიადვილდებათ, გაანალიზოთ თქვენი სიტუაცია, მოცემულობა და შესაბამისად მალევე გამოხვიდეთ ასეთი შებოჭილი მდგომარეობიდან. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მონეტების რაინდი. ამ პერიოდში მოგიწევთ საკმაოდ პრაგმატულად მიუდგეთ პირად ცხოვრებას, ნაკლებად იქნებით რომანტიკულ განწყობილებაზე, გექნებათ განცდა, რომ თქვენს პირად ურთიერთობასთან ან ოჯახთან დაკავშირებული პროცესები ფერ ხდება და წინ ვერ მიდიხართ, გაგიჭირდებათ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და მოგიწევთ მიყვეთ დინებას. არ გამოავლენთ ინიციატივებს, თუმცა არც კონფლიქტურები იქნებით, ადვილად მოახერხებთ საკუთარი პოზიციების დათმობას და ამ გზით საჭირო როტო საკითხების შედარებით მშვიდად და დაძაბულობის გარეშე გადაჭრას. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მონეტების ხუთიანი. რესურსების დეფიციტზე მიუთითებს, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემებსაც შეიძლება გულისხმობდეს, ამიტომ პირველ რიგში გირჩევთ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საკუთარ და ოჯახის წევრების ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე შესაძლებელია მოიაზრებოდეს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯებიც, ან ვალდებულებები, რაც საგონებელში ჩაგაგდებთ, იფიქრებთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ, თუმცა ბარათების ასეთი კომბინაცია წინასწარ გატყობინებთ, რომ თქვენ გაცილებით რთულად აღიქვამთ სიტუაციას და სინამდვილეში შესაბამისი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ გაუმკლავდეთ ასეთ გამოწვევებს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, ხმლების ხუთიანი, თქვენ თანდათან ყრით ფარხმალს და სულ უფრო და უფრო ეგუებით თქვენს სიმარტოვეს და გამორიცხული არ არის, რომ ოქტომბრის განმავლობაში საბოლოოდ დაუსვათ წერტილი საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნვას. მოიფიქროთ უამრავი მიზეზი და გამართლება, რატომ ვერ ახერხებთ პირად ურთიერთობას, ბოლოს და ბოლოს თავი დააჯეროთ, რომ ასე უკეთესია, რომ ამ ტიპის ურთიერთობები თქვენთვის არ არის, რომ ცხოვრების გზაზე უღირსი ადამიანები გვხვდებიან და ასე შემდეგ,
გირჩევთ დამშვიდდეთ, დროს მიანდეთ ამ პროცესების დალაგება თქვენში და პარალელურად ეცადეთ აუჩქარებლად გაერკვეთ პირველ რიგში საკუთარ თავში და საკუთარ სურვილებში. მოვა დრო და იგრძნობთ, რომ მოახერხეთ შინაგანი ბალანსის, შინაგანი ჰარმონიის აღდგენა და მზადხართ სერიოზული ურთიერთობისთვის. ასეთ დროს თავად მოვა საინტერესო და თქვენთვის სასურველი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ოქტომბერში საქმიანი სფერო. კვერთხების 10-იანი, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ვალდებულება გაქვთ აღებული საკუთარ თავზე, ან ოქტომბერში დაიტვირთებით საქმეებით და ემოციურად არ იქნება ადვილი თავი გაართვათ ყველაფერს. თუმცა მეორე მხრივ, თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა არ მოგცემთ საშუალებას მოდუნდეთ და მოგიწევთ ამ ვალდებულებების შესრულება. დასამშვიდებლად გეტყვით, რომ თქვენ შეძლებთ ამ პერიოდში გარკვეულ ლოგიკურ შედეგებამდე მიიყვანოთ ყველა საქმე და მომდევნო პერიოდში ამოსუნთქვის საშუალებაც მოგეცემათ. ასე რომ შეიქმნით სამუშაო განწყობა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-14 მაღალი არკანი ზომიერება, ეს ბარათიც გირჩევთ ამ პერიოდში მიყვეთ დინებას, ერიდეთ მკვეთრ მოქმედებებს, ზედმეტი ინიციატივების გამოთქმას და მაქსიმალური დაკვირვებით მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოქტომბრის განმავლობაში. დააკვირდით რა შემოთავაზებები, რა სიტუაციები მოდის თქვენთან და რა შესაძლებლობებს გიგზავნით სამყარო და აქტიურად გაანალიზეთ თქვენში არსებულ რომელ მიზეზებს, ჩვევებს ან დამოკიდებულებას მიყავხართ იმ მდგომარეობამდე, რომელიც არ მოგწონთ და გიქმნით პრობლემებს. ეცადეთ ჯერ მენტალური წარმოსახვის დონეზე დააკორექტიროთ თქვენი საქმიანი ცხოვრება, თქვენი სურვილების, მიზნების და მოლოდინების შესაბამისად და მხოლოდ ამ გათვითცნობიერებული შინაგანი მდგომარეობიდან გადახვიდეთ მოქმედებაზე, თქვენი პროფესიული თუ კარიერული მიზნების განსახორციელებლად. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მე-16 მაღალი არკანი კოშკი, არკანების ასეთი კომბინაცია თქვენს იმედგაცრუებაზე მიუთითებს, ამ პერიოდში ვერ ნახავთ ისეთ ვაკანსიას, რომელსაც დააკმაყოფილებდა თქვენი შესაძლებლობები, ცოდნის და გამოცდილების სახით, ან მაგალითად თუ უკვე გპირდებოდნენ დასაქმებას და ფაქტობრივად თვლიდით, რომ დასაქმებული ხართ, შესაძლებელია ოქტომბერში უარი გითხრან და საკმაოდ დაგდრგუნოთ სიტუაციის ასეთმა შემოტრიალებამ. ამიტომ გირჩევთ წინასწარ ნუ შეიქმნით განწყობებს და რაც მთავარია უარის შემთხვევაშიც არ დაყაროთ ფარხმალი სასურველი მიზნების მისაღწევად. და კიდევ ერთი ასპექტი მინდა აღვნიშნო აქ მოსული ინფორმაციიდან, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ვაბანკზე, არ გარისკოთ და არ დასაქმდეთ ისეთ სამუშაო პოზიციაზე, რომელიც წინასწარ იცით, რომ სათქვენო არ არის. არ გაგაჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია, ან ფიზიკურად ვერ გაართმევთ თავს, ენერგიის, ფიზიკური ძალის ან დროსთან შეუთავსებლობის გამო. მიიღეთ ეს მკაცრ გაფრთხილებად და ვნახოთ რა სპირდება ოქტომბერი მათ, ვინც თვითდასაქმებული ან საკუთარ ბიზნესს მართავთ. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი, თქვენ მთლიანად დამოკიდებული ხართ თქვენ საქმეზე, შეიძლება ითქვას, რომ მიჯაჭვულიც და ეს ასე გაგრძელდება ოქტომბერშიც. ასეთი შეპყრობილობა შესაძლებელია განპირობებული იყოს შემოსავლების და ზოგადად ფულის მიმართ თქვენი ხარბი დამოკიდებულებით, გადაჭარბებული ამბიციებით, ან უბრალოდ ახირების გამო ცდილობთ იმაზე მეტის შედეგის მიღწევას, ვიდრე ამის რესურსი გაგაჩნიათ ამ ეტაპზე. ან გაზრდილი მოლოდინების და ზედმეტად პოზიტიური წინასწარ განწყობის გამო შესაძლებელია ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული წინა პერიოდში. ნებისმიერ შემთხვევაში გირჩევთ როგორმე მოახდინოთ საქმისგან დისტანცირება, საუკეთესო შემთხვევაში აიღეთ შვებულება, ან ცოტახნით სხვას გადააბარეთ თქვენი საქმეები, ბუნებრივია თუ არის ამის შესაძლებლობა, თუ არა და როგორმე ემოციურად დისტანცირდით საქმეებისგან და დასვენებული, ასე ვთქვათ, გათავისუფლებული გონებით, უფრო რაციონალურად და პრაქტიკულად გაანალიზეთ თქვენი მდგომარეობა. რეალისტურად და მეტად პრაგმატულად განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, დაალაგეთ დროის მენეჯმენტი, უარი თქვით თქვენი საქმიანობის უსარგებლო მიმართულებებზე და თქვენი რესურსის კონცენტრირება მოახდინეთ უფრო შედეგიან და სამომავლო პერსპექტივებზე გათვლილ საქმეებზე.
რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ოქტომბერში, მეორე მაღალი არკანი ქურუმი ქალი, თქვენს ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურად გაივლით, თქვენ გაქვთ შინაგანი ცოდნა და შესაბამისი უნარჩვევები კეთილგონივრულად მართოთ საკუთარი ბიუჯეტი, თუმცა მაინც გეტყვით, რომ ამ პერიოდში თავი შეიკავეთ და არ გაწიოთ გაუმართლებელი ხარჯები და ასევე უკიდურესი აუცილებლობის გარდა არა იღოთ დამატებითი ფინანსური ვალდებულებები და არ გააკეთოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების მეფე, მიეცით თავისუფლება იყოთ ემოციური, მიიღოთ და გამოავლინოთ თანაგრძნობა გარშემომყოფების მიმართ, შეეცადეთ მეტი იფიქროთ სიყვარულის ენერგიაზე, პოზიტივზე, იყოთ უფრო შემოქმედებითები საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში. სამყარო ამ პერიოდში საკმაოდ კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, აგავსებთ დადებითი სასიცოცხლო ენერგიით და თქვენ შეეცადეთ აივსოთ ამ ენერგიით. ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენი პოზიტიური განწყობილების და ბედნიერების ხარისხს, მოგანიჭებთ სულიერ სიმშვიდეს და იქნებით ჰარმონიული საკუთარ თავთან და სამყაროსთან მიმართებაში. ასეთი იყო 2025 წლის ოქტომბრის ზოგადი ტარო პროგნოზი ქალწულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.